ყველანი ჩართულები ვიყავით, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში აი თქვენ პირველ კლასელებს უსაფრთხოეს უჯერის ბავშვები ხართ. ყველას გისურვებთ წარმატებებს, მეორე კლასშიც და სკოლის დამთავრებამდე და იმის იქითაც. მაგრამ ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ჩვენს წამყვანებს, იმიტომ რომ აი ესა ენერგიულად იყვნენ ჩართულები თქვენთვის და დღევანდელი დღისთვის და მოდი ერთ-ერთი წამყვანი თუ შეგიძლიათ დამეხმარო, ჩემს გვერდით ხო დადგეს, სახელო შემახსენო. მარიამ. ახლა მე და შენ უნდა ვითამაშოთ რაღაც პატარა თამაში, ფოკუსის სახე იქნება. ოღონდ ძალიან მარტივი თამაში იქნება, ისე ილუზიონისტის წინააღმდეგ თუ გითამაშია. არ ვითამაშ, მაგრამ არა უშავს. მე კეთილი ილუზიონისტი ვარ. ალბათ დამეთანხმებიან ჩვენი სტუმრების, თუ არ დამეთანხმებიან, თამაშის ბოლოს მიხვდებიან. ამ თამაშს აუცილებლად მოგაგებინოთ, მაგრამ მინდა დაინახონ, რომ ორი კარტი მაქვს. მარტო ორი კარტი მაქვს, ეს ორი კარტი მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ გავამართო შეამოწმე. ჩაოლებრივი კარტებია ნამდვილად. მე მგონი გვაქვს მაგის საშუალება, რომ ბავშვები ნახევარი აქეთ და დარბაზი უკეთ დაინახავს. მანამდე შეამოწმე, რომ ჩაოლებრივი კარტებია. ნახევარი ესე განაწილდა. აი ესე უკეთ დაინახავთ. და არ ხრება, არ ჩდება, თავისთვის არ ლაპარაკობს. მაგრამ შენ მიზანია რომ დააკვირდე ტუს ყვავს. ჩათვალე რომ ტუზი ყვავი არის შენი კარტი, 4-იანი არის ჩემი კარტი, მაგრამ შენ გაქცევთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ეს კარტი ყველას ეკუთვნის. წარმოიდგინე შენ ხარ აი ამ დარბაზის წარმომადგენელი, მარტო შენ იღებ გადაწყვეტილებას, არავინ არ ვეხმარებით მეგობრებო, მაგრამ ყველანი გიყურებს, კარგი? ხო მემარჯვენე, თუ მემარცხენე. მარჯვენა გავიწოდე, აი ძალიან ფრთხილად გავაკეთებ ჯერ, ტუს ყვავს, მოვათავსებ, ხვება. აქ საგატყო. 1 და 2. კიდე დაადე სად არის ტუსი. მართალი. ეხლა ზემოთ დავდებ. ქვემოთ არის 4-იანი. 4-იანი. 1, 2. ეხლა სად არის? მართალი. ხელი გავიწოდე. მე ამ ხელზე, მარიამის ხელზე ხშირად დავდებ კარტს და მარიამ თქონდა მექნება რომ პირდაპირ არ ამოატრიალო, უბრალოდ დაასახელე, უღამი რომ შევინარჩუნოთ, თორე მაგ კარტს მაისვნახავ, კარგი? მთელი სეკუნდეს, მოვათავსებ 4-იანს. სად არის ტუზე? მართალი, ძალიან მარტივია, ხო? მაგრამ ასე ცოტა რთული იქნება რომ მე შენ რაღაცაში შეგაცდინო. ამიტომ მე ამ თამაში კიდევ ერთ 4-იანს დავამატებ, კარგი? მაგრამ შენი მიზანია რომ ისევ ტუს დააკვირდე, კარგი? მოდი აი ესე გადმოვატრიალოთ. ესე გადმოვატრიალებ მე და შენს ხელზე ძალიან ფრთხილად მოდი მოვათავსებ ტუს. დაასახელე სად არის ტუზე. შენ ხელზე რა არის 4-იანი. იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა რომ შეამჩნიე, ტუზი ხელში მიჭირავს. მაგრამ არა უშავს. კიდევ ერთხელ გავაკეთოთ, მაგრამ ეხლა ყველანი კარგად ვაკვირდებით, იმიტომ რომ მარიამის ხელზე ტუზის ნაცვლად მოვათავსებ 4-იანს და აქეთ ყუროთ ყველა. ტუზი მიჭირავს ხელში 1, 2 და 3. სად არის ტუზი? მარიამ დაფიქრი მარტივია. ხელში არ აქვს 4-იანი. და ტუზი არის ყველას ანახე? ანახე ყველას. ცოტა ზედმეტი მომივიდა. მარიამ არ დაიწყო. ტუს ვაკვირდები. ხო ცოტა ზედმეტი მომივიდა, ამიტომ გავამარტივებ. ყველას დასანახად მარიამ ამ ტუს მოვათავსებ ჩემს უკანა ჯიბეში, აი, ჩემს უკანა ჯიბეში. მარიამ, სად არის ტუზი? ჩემს უკანა ჯიბეში. ჩემს უკანა ჯიბეში 4-იანია, იმიტომ რომ ტუზი ხელში მიჭირავს. ბრავო! აი, არა, ეხლა მარიამ შანსი მოგცემ რომ გამოიცნო, იმიტომ რომ 2 4-იანი მაქვს, 1 ტუზი. ეს იქნება ყველაზე მარტივი. შენს ხელზე მოვათავსებ ტუს. სად არის ტუზი? ხელი დაადე. უბრალოდ ხელი დაადე. მანდ არა აქ არის 4-იანი, იმიტომ მე შეთვის არ მომიტყვები, გახსოვს რა გითხარი. ეს ტუზი ჩემს უკანა ჯიბეში წავდი, აქ. მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ 3-4-იანი უფრო რთული იქნება, ამიტომ მე 4-იანს მოვაცილებ, აღარ ვჭირდება და ყველას აგიხსნით რატო ხდება ასე, ხო გვაინტერესებს? ია! იმიტომ რომ სინამდვილეში სიმართლეს გეტყვით, აზრი არ აქვს მარიამის ხელზე რა კარტს დავდებ და მარიამი რას უთქვს. ალბათ მიხვდებოდით რომ მაინც იმ კარტს უღებ, რაც მიმაწვდის. მაგრამ მარიამ გახსნა გითხარი, მე ვარ კეთილი ილუზიონისტი და ამ თამაში მოგაგებინე. ნახე როგორ. შენი მიზანი ხო არის რომ ტუზი ესე გქონდეს ხელი? შენს ხელზე მე მოვათავსებ 1 4-იანს, ესე თუ მივარტყავ, აქ მეორე ტუზი გაჩნდება, ხედავ? იმიტომ რომ შენ უფრო მარტივად იპოვნო ტუზი. მაგრამ მე მგონია რომ ესე გქონდეს ხელი
მე მგონია რომ შენ ეს 1-4-იანი ცხელს შეგიშლის, ამიტომ ესე მოვათავსებ. მივარტყო, ნახე მესამე კარტიც რა არის მან, ანახე ყველას ეს მესამე. იმიტომ რომ მე ამ თამაში მეგობრებო, არც კი მიხედები საერთოდ 4-იანებს. სამივე 4-იანი იყო ჩემს აკეთა უკანა ჯიპეში. ახლა მინდა რომ რაღაცნაირად ჩავერთოთ, რამდენიმე მოდი მე ჟიურის წევრებსაც ჩავრთავ. შეიძლება იქით რამდენიმე ადამიანის ჩავთვალე. და მინდა რომ ერთი კარტი უნდა ავირჩიოთ რა. მაგრამ მე მაქვს დასტა წამოღებული, მაგრამ ხელი გამომიწოდე, აი ესე გქონდეს, მე მოვათავსებ შენს ხელზე. მაგრამ სანამ ამ დასტას გავხსნი, მე ვიცოდი რომ დღეს ფოკუსი უნდა დამეკეთებინა, რაღაც კარტი უნდა ავირჩიოთ. მოდი წარმოვიდგინოთ რომ დასტაში არის 52 კარტი. 2-იანებით, 3-იანებით, 4-იანებით და ასე შემდგომ. პუზის ჩათვლით, კარგი? ყველა კარტია. მაგრამ მარტივად შეგვიძლია დავყოთ წითელ და შავ კარტებად. მოდი ინგა მასწავლებელმა აირჩიოს, ადგილიდან არ არის პრობლემა. წითელი კარტები გინდათ თუ აირჩიოთ, თუ შავი კარტები. რასაც აირჩევთ, ზუსტად იმას გამყვებით, მეორეს გამოვიწყოთ. წითელი კარტები გინდა ავირჩიოთ და გავყვეთ. წითელი ავირჩიოთ, შავი გამოვიწყოთ. ავირჩიეთ წითელი კარტები. მოდით აქეთ რამოდენიმე ადამიანი შენ დაგვეხმარე. არ ვიყავ. წითელი კარტები აირჩია იგა მასწავლებელი. წითელ კარტებში გვაქვს გული და გვაქვს აგური. რომელს გინდა გავყვეთ, მეორეს გამოვიწყავთ. გულს გავყვეთ, ანუ გული ავირჩიოთ თუ აგური? აგური ავირჩიოთ, გული გამოვიწყოთ. კარგი. მოდი ახლა შენ დაგვეხმარე. აგური ავირჩიეთ, წითელი ავირჩიეთ. ანუ გვაქვს ფერი და სიმბოლო. მაგრამ ღირებულება გვაკლია. დასტაში გვაქვს ნახატიანი კარტები და რიცხვები. ნახატიანები ავირჩიოთ თუ რიცხვები? რიცხვები ავირჩიოთ, ნახატიანები გამოვიწყოთ. კარგი, რიცხვები ავირჩიოთ, ნახატიანი გამოვიწყეთ და მოდი დაგვეხმარე შენ. რიცხვები, ნებისმიერი რიცხვი დაასახელე 2-იანიდან 10-яნის ჩათვლით. 9-იანი დარწმუნებული. ძალიან შენ უნდა გამოვიწყოთ. 9 გინდა რომ ავირჩიოთ. კარგი, მოდი ახლა მე დავუბრუნდები. თქვენც ისე თქვენს ადგილს დავუბრუნდეთ. კიდევ ერთხელ რომ გავიარეთ რა. თქვენ გქონდათ ძალიან ბევრი ვარიანტი. ინგა მასწავლებელმა აირჩია. წითელი, შემდგომ ავირჩიეთ აგური, შემდგომ რიცხვი და ბოლოს 9. თქვენი კარტი, თქვენი შექმნით, თქვენი კარტი 9-იან აგური. მარიამ, ამ ეს დასტა. ახლა აქ ხალხმა კი არის ის. მე რო ხელში მოგეცი. აქ ერთი კარტი 52 კარტში, მარტო ერთი კარტი ამოვატრიალე, სანამ მე ამ სკოლას შემოვიდოდი, ცოდე? აი 52 კარტი ხო იყო და სამ შემოვიდოდი, დავფიქრდი რა ვქნა, მოდი ერთი კარტი ამოვატრიალოთ რა. ანუ ეხლა რომ მე ამ დასტას გამოგარდო რომ გადავშლი, მარტო ერთი კარტი იქნება ამოტრიალებული. მოსაინტერესო, მოდი ერთხილად გამოვსე. ხელებში არაფერი არ მაქვს, ავიციოთ. ისე გაგვაუწყო ესე რა. შეგიძლია რომ ესე დამიჭირო უბრალოდ. მინდა მარიამ რომ შენს დაადასტურო, მე ძალიან ფრთხილად გადავშლი დასტას. ძალიან ფრთხილად. ამ დასტაში ყველა კარტი არის ჩვეულ მდგომარეობაში. მაგრამ მარტო ერთი კარტია ამოტრიალებული. მხოლოდ ერთი კარტია მეგობრებო. მარიამ შენ თვითონ გამოწიე და გვანახე რა კარტია, ანახე ყველას აბსოლუტურად. ეს არის თქვენს მიერ დასახელებული ცხრილი ამბავი. და ბოლო ფოკუსი რაც უნდა გაჩვენოთ, ბოლო ფოკუსი, მე ისეთი მაგარი ფოკუსები ნახე დღეს. ივანეს შესრულებით. ხო სახელი ხო არ მეშია? და ძალიან ხშირად ხონდა გამოყენებული კალკულატორი. მეც მინდა რომ ეს ფოკუსი გავაკეთო. მე მინდა ეხლა თქვენ მოგცეთ მეგობრებო, განუსაზღვრელი ალბათობის შესაძლებლობა. ნახეთ, დასტაში მარტო 52 კარტია, ანუ 52-ის გარდა ვერაფერს ვერ ავირჩევ. მაგრამ ეხლა მინდა ავირჩიოთ რიცხვი, რომელიც შეიძლება იყოს უსასრულო. უსასრულო რიცხვი შეიძლება იყოს. მე გავხსნი კალკულატორს, სადაც ყველაფერი არის წაშლილი, არაფერი არ არის ამ ეს ის კალკულატორია, სადაც ჩვენ ივანეს მიერ ნათქვამ რიცხვებს ვანგარიშობთ. თუმცა მარიამ მინდა რომ დავწუნდეთ მაინც რაღაც განსაკუთრებული კალკულატორი არ არის. ნებისმიერ რიცხვს დავუმატე, ან გამოვაკელი ნებისმიერ რიცხვი და მიაჭირე ტოლობას. ნებისმიერ რიცხვს არ ვიცი რაც მინდა, დავუმატე ან გამოვაკელი ნებისმიერ რიცხვს და მიაჭირე ტოლობას. მიაჭირე ტოლობას. ხო სწორად ანგარიშობთ. პრობლემური კალკულატორი. მოდი ინგამასწავლოთ, თქვენც კიდათ გაამრავლეთ, გაყავით, დავუმატეთ, გამოვაკელით, ნებისმიერ რიცხვს მიაჭირეთ, გამრავლებას დამატებას რაც გაგიხარდებათ და ნებისმიერ რიცხვს აკრიფეთ და მიაჭირეთ ტოლობას. სწორად ანგარიშობს. ჩვეულებრივი კალკულატორია. მოდით ახლა ჩვენი ჟიურის წევრებით ჩავთვალოთ. მოდით მიაჭირეთ გამრავლებას და აკრიფეთ
ორ ნიშნა ან სამ ნიშნა რიცხვი და მიაჭერეთ დოლარს. მივიდეთ რაღაც მიაჭერეთ დამატებას და აკრიფეთ 5 ან 6 ნიშნა რიცხვი, დიდი რიცხვი აკრიფეთ. და მიაჭერეთ დოლარს. რაღაც რიცხვი მივიღეთ და ისევ მიაჭერეთ გამრავლებას და 3 ან 4 ნიშნა რიცხვი აკრიფეთ და მიაჭერეთ დოლარს. რაღაც დიდი რიცხვი მივიღეთ. შეიძლება ეს იმხელა რიცხვი შეიძლება ვიღაცამ ზეპირა გაიცოდეს. ამიტომ ხმამაღლა წავიკითხავ. ეს არის 321 მილიონ 42,025 ხო ადასტურებთ. არა დაახმარები აქ მოდი. ესე რო გეჭიროს. ეს არის 321 მილიონ 42,025. ანუ მე წარმოდგენა არ მაქვს ხა მარიამი რას აკრიფებდა, რას მიუმატებდა, რას გამოაკლებდა. იგამასწავლებლები ჩვენი ჟიურის წევრები. აქ შეიძლება ყოფილიყო მილიონობით თუ მილიარდობით შესაძლო ვარიანტი და ნებისმიერ რიცხვი. მაგრამ მე ამ დაფაზე რაღაც დავწერე. ხო გახსოვთ? დია. გახსოვთ? ახლა პირველი რიცხვი არის 321. აქ რიცხვი რომელიც მე მიწერია. ზუსტად ის რიცხვი არის, რომელიც თქვენ მიიღეთ. მაგრამ ეხლა გეტყვით ერთ რაღაცას, რა? ხო გაინტერესებთ ეგ როგორ გამოვიცან? გინდა გითხრათ? როგორ? გასწავლოთ? დია. ეხლა რო ფიქრობდი რა რიცხვი შეიძლება ამ ბავშვებმა მიიღონ, აი რა რიცხვი რა? და ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება მივიღეთ. დღეს ხო არის 4 შაბათი? დია. 4 შაბათი არის კვირის მესამე დღე და თქვენი რიცხვი წება 3-იანით. დღეს არის რიცხვი 21. და შემდეგ ორი ციფრი არის 21. მაისი არის წლის მე-15 თვე და ეს არის 05 და ბოლოს არის 2025 დღევანდელი.